თუ ინტერნეტში საშიში ისტორიებს ხშირად ეძებთ, დიდი შანსია რომ გსმენიათ რეიკის შესახებ. რეიკის ისტორია პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ონლაინ ფორუმ 4change-ზე. თავდაპირველად ის ანონიმური პოსტებისა და ჩანაწერების სახით ვრცელდებოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტყეში იდუმალ არსებას წააწყდნენ. ამ ჩანაწერებში აღწერდნენ ჰუმანოიდურ არსებას, ფერფრთალი კანით, დიდი მანათობელი თვალები და გრძელი კიდურებით. საბოლოოდ ამ მისტიკურ არსებას რეიკი უწოდეს. მაშინაც კი თუ ადრე ეს სახელი არასდროს გსმენიათ, დიდი შანსია რომ ეს სურათი გინახავთ. მასში ჩვენ ვხედავთ რაღაც არსებას, რომელიც ფოტოს ქვედა მარჯვენა კუთხეში იმალება. ფოტო გადაღებულია ტყის სიღრმეში. რეიკი გამოსახულია მანათობელი თეთრი თვალებით და გამხდარი გრძელი კიდურებით. ამ სურათმა უამრავი ადამიანი შეაშინა და ზოგიერთმა მათგანმა სცადა გაერკვია თუ რეალურად რა არსება იყო. თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით რეიკის ისტორია ხალხს გადაავიწყდა. თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ფოტო ხელახლა გავრცელდა მთელს ინტერნეტში და მისმა რეალისტურმა იერმა ხალხი დაარწმუნა, რომ ეს ნამდვილი ფოტო იყო, რომელიც გადაღებული იყო ტყის კამერით ან რაიმე მსგავსი აპარატით. ფოტოს წარმოშობის შესახებ კვლევის ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ ის სინამდვილეში ვიდეო თამაშის Resistance 3-ის დიდი მარკეტინგული კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც გამოვიდა 2011 წლის 6 სექტემბერს. Resistance 3-ში არის მოკლე მომენტი, სადაც მოთამაშეები ხვდებიან მსგავს არსებას, რომელიც ცნობილია როგორც გრიმი. გრიმის დიზაინი, მისი ფერფრთალი კანით და გამოფიტული გარეგნობით ძალიან ჰგავს რეიკის აღწერილობას. როგორც ბევრი კრიპიპასტის შემთხვევაში ხდება, რეიკის ისტორიამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე. მწერლებმა და მხატვრებმა გააფართოვეს ორიგინალური კონცეფციები, დაამატეს საკუთარი ვერსიები და გამოიგონეს ისტორიები, ვითომ და რეიკი რეალურად მითოლოგიური არსება იყო. Resistance 3-აც თავისი როლი ითამაშა და საბოლოოდ ონლაინ სივრცეში რეიკის ისტორიამ ფესვები ღრმად გაიდგა და ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1990-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე გამოჩნდა საბავშვო შოუ, რომელმაც მცირეწლოვანი მაყურებლები მოხიბლა თავისი უცნაური პერსონაჟებითა და ფერადი სამყაროთი. ენ ვუდსის და ენდრიუ დევენპორტის მიერ შექმნილი ტელეღიბუცები ნამდვილ სენსაციად იქცა, რომელმაც მოხიბლა როგორც ბავშვები, ასევე უფროსების საგანმანათლებლო შინაარსის, ფანტაზიისა და გადამდების სიხარულის უნიკალური ნაზავით. თითოეულ ტელეღიბუცებს ჰქონდათ თავისი განსხვავებული გარეგნობა, პიროვნება და ფერი, რაც მათ ადვილად ამოსაცნობს ხდიდა მცირეწლოვანი მაყურებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟები მთელს მსოფლიოში პატარა ბავშვებს ძალიან უყვართ, არსებობს ტელეღიბუცების ერთი კონკრეტული ფოტო, რომელიც ადამიანებს აშინებს და ადვილი მისახვედრია თუ რატომ. ფოტოზე გამოსახულია პატარა ბიჭი, რომელიც ის საავადმყოფოს ოთახში და გარშემორტყმულია ტელეღიბუცების ფორმაში გადაცმული ადამიანებით. თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი ტელეღიბუცების ფორმა, რომლებსაც ჩვენ შევეჩვიეთ. ამათ აქვთ სრულიად შავი, უსიცოცხლო თვალები, რომლებიც საზარლად გამოიყურება. ახლა ალბათ გაინტერესებთ კი, მაგრამ რა ხდება ამ ფოტოზე? მოდით ერთად გამოვიკვლიოთ ეს ფოტო. კედელზე ჩანს ჰოლანდიელი ფეხბურთელის, დენის ბერგკამპის პოსტერი. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სურათი ჰოლანდიაში არის გადაღებული. რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია არ ვახსენოთ ის ფაქტი, რომ ეს კოსტუმები საშინად არის გაკეთებული. თითქოს ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს და სავსებით შესაძლებელია ეს განზრახ იყოს გაკეთებული. პირველად ეს ფოტო Reddit-ზე გავრცელდა წარწერით. თითქოს ბავშვის ავადმყოფობა საკმარისად საშინელი არ იყოს. ეს ვნახე ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების კედელზე, სახელწოდებით ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვესტუმრნენ. ავტორს Reddit-ზე ახალი პოსტი თითქმის 7 წელზე მეტი არ გაუკეთებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის სავარაუდოდ აღარ იყენებს ამ ანგარიშს. თუმცა ის მაინც აქტიურია სხვა სოციალურ ქსელებში, სადაც GF Doodles-ის სახელით არის ცნობილი. როდესაც YouTube არხის Scary Theatre-ის მფლობელმა მას ტელეღიბუცების სურათის შესახებ მიწერა, მან უპასუხა, რომ სურათი ბავშვთა საავადმყოფოს მოსაცდელში საინფორმაციო დაფაზე ნახა. სამწუხაროდ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს ამ სურათთან დაკავშირებით. გარემოებების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ჰოსპიტალიზირებული ბავშვი, რომელსაც ტელეღიბუცები ესტუმრნენ მისი გამხნევების მიზნით. თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა, რადგან არ ამგონია ბავშვს თავი უკეთ ევრძნო, როდესაც მის პალატაში 4 ასეთი საზარელი ტელეღიბუცე შევიდოდა.
მათთვისაც კი, ვინც საშინელებათა ისტორიებს იშვიათად ეძებს, ეს ორი ფოტო სავარაუდოდ ეცოდინებათ. 10 წლეულზე მეტია რუსული ძილის ექსპერიმენტი ინტერნეტში ყველაზე საშიში ისტორიების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. თუმცა დიდი პოპულარობის მიუხედავად, ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის ამ სურათების რეალური ისტორია. კრიპიპასტის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მკვლევართა ჯგუფმა 5 სამხედრო ტყვე ჩაკეტეს საკანში, სადაც მასტიმულირებელი გაზი შეუშვეს, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ისინი 30 დღის განმავლობაში ფხიზლად ყოფილიყვნენ. რამაც ტყვეები ნელა-ნელა სიგიჟემდე მიიყვანა. ლეგენდის თანახმად, ტყვეებისთვის გაზის მიწოდებიდან დაახლოებით 15 დღის შემდეგ მეცნიერებმა საკნის კარები გააღეს და აღმოაჩინეს, რომ ცდის სუბიექტებმა საკუთარ თავს საშინელი ზიანი მიაყენეს და საკუთარი ხორცის ჭამაც კი დაიწყეს. ტყვეები იზოლებით გამოიყვანეს საკნებიდან და ამ პროცესში ისინი აგრესიულები გახდნენ, რამაც რამდენიმე მეცნიერის სიცოცხლე შეიწირა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ფიზიკური ზიანის მიუხედავად, რომელიც ტყვეებმა ბოლო 15 დღის განმავლობაში განიცადეს, ისინი სასოწარკვეთილად ევადრებოდნენ მეცნიერებს, რომ ისევ სტიმულატორი გაზი მიეწოდებინათ ძილის თავიდან ასაცილებლად. კრიპიპასტის თანახმად, ცდის ყველა სუბიექტი გარდაიცვალა. რუსული ძილის ექსპერიმენტის ისტორია ონლაინ საშინელებათა სივრცეში კლასიკად იქცა თითქმის მაშინვე, რაც 2010 წელს კრიპიპასტის ვებსაიტზე აიტვირთა. თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი წარმოშობა კიდევ უფრო ადრე თარიღდება. 2019 წლის 8 აგვისტოს მომხმარებელმა სახელად RIP747-მა ისტორია თავის პირად WordPress-ის ბლოგზე გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ მისმა ძმამ ელექტრონული პოსტით გაუგზავნა ამ ისტორიის ბმული და არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, ვინ იყო ორიგინალი ისტორიის ავტორი. სავარაუდოდ, ეს ისტორია კრიპიპასტის პოსტამდე არსებობდა, მაგრამ ავტორის სახელის ან სხვა ინფორმაციის გარეშე თითქმის შეუძლებელია ზუსტი წარმოშობის დადგენა. 2013 წლის მარტში ისტორიამ საკუთარი ვებსაიტი მიიღო და იმავე წელს ისტორია გაახმოვანა YouTube არხის I Read Creepypastas მფლობელმა. გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოყენებულია ყველასთვის კარგად ცნობილი შავ-თეთრი სურათი. ასევე ერთ-ერთ სურათში გამოსახულია 4 კაცი, რომლებიც კედელთან დგანან და სხვადასხვა ტიპის გაზის ნიღბები უკეთიათ. სურათზე გამოსახული კაცები წარმოადგენენ რუს მეცნიერებს. მეორე ფოტოზე გამოსახულია საშინად გამოფიტული ჰუმანოიდური არსება, რომელიც საშინად იღიმება და კამერას უცნაურად უყურებს. უამრავ ადამიანს ეგონა, რომ საწოლის კიდეზე მჯდომი ცდის სუბიექტის სურათი ნამდვილი იყო. თუმცა თუ სურათს შავ-თეთრ ფილტრს მოუხსნით, პატიმარი ნაკლებად ჰგავს ადამიანს, უფრო მეტად ის ქანდაკებას ან დეკორაციას მოგვაგონებს. როგორც ირკვევა, ჰელოუინისთვის ზუსტად ასეთი დეკორაცია 2005 წელს დაამზადა Morbid Enterprise-მა, რომლის სახელიც სპაზმია. გააქტიურებისას ეს სკულპტურა ძლიერად ირხეოდა და შემაშფოთებელ ხმას გამოსცემდა. 2015 წლამდე შეშლილი პატიმრის ფიგურა შეიძლებოდა ჰელოუინის მაღაზიაში ან ონლაინ შეგეძინათ, მაგრამ წარმოება მას შემდეგ შეწყდა, რაც ამ საშინელი გარეგნობის გამო უამრავმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ის რუსული ძილის ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე იყო. რაც შეეხება 4 კაცის ფოტოს გაზის ნიღაბში. ეს სურათი პირველად 2008 წელს Amazon-ზე გამოჩნდა სურათის ჩარჩოების კატეგორიაში და ეს სურათი წარმოდგენილი იყო როგორც ნიმუში, თუმცა გაუგებარია რატომ გამოიყენეს მაინც და მაინც ეს ფოტო. სურათის ერთ-ერთი ახსნა, რაც მე ვიპოვე, იყო ისტორიული არქივის ვებსაიტზე სახელწოდებით granger.com-ზე. 2013 წელს 4 კაცის სურათი აიტვირთა წარწერით: პირველი მსოფლიო ომი, გაზის ომი. ამერიკელი ჯარისკაცები აჩვენებენ სხვადასხვა ტიპის გაზის ნიღბებს, რომლებსაც ატარებენ ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ჯარები. სურათი თარიღდება 1917 წლით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძილის ექსპერიმენტის ისტორია გამოგონილია, ამ ისტორიის გარშემო განვითარებული დებატები და კვლევები მის გავლენასა და ეფექტურობაზე მეტყველებს. ამ ისტორიის გრძელვადიანი პოპულარობა კიდევ უფრო გასაკვირია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამგვარი ისტორიების წყალობით გახდა კრიპიპასტას ჟანრი ასეთი პოპულარული. ამასობაში ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, არ დაგეზაროთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები. მეგიდროები და გემშვიდობებით. ნახვამდის.